Ქალაქო აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ახალი კანონი არის რეპრესიული, ფიქრობენ, რომ ყველა იმ კანონმა, რომელიც მათი პროტესტის მიმდინარეობის დროს შეიმუშავა ქართულმა ოცნებამ, განიცადა კრახი, სწორედ ამიტომ ახლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ უწყვეტი პროტესტი როგორმე ჩაახშოს, თუმცა ოცნებას უკვე უპასუხეს სამოქალაქო აქტივისტებმა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი გეგმები არ შეიცვლება და ქუჩაში იქნებიან სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველებთან საუბრისას ისინი იხსენებენ ახალ კანონებს, მაგალითად ამბობენ, რომ ადმინისტრაციული წესით პატიმრობის ვადაც კი შეცვალა ქართულმა ოცნებამ და 2 კვირამდე გაახანგრძლივა საპატიმრო დრო, თუმცა ამ კანონმაც მათი განმარტებით არ იმუშავა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც პირველებთან საუბრობენ, ყველამ გამოსცადა ადმინისტრაციული პატიმრობის რამდენიმე დღე, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი ტოვებდნენ წინასწარი მოთავსების იზოლატორს, პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან ბრუნდებოდნენ კვლავ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და ამბობდნენ, რომ მათ არ ეშინოდათ ახალი რეპრესიული კანონების და ასე იქნება ახლაც. სამოქალაქო საზოგადოების წევრები და აქტივისტები, ის ადამიანები, ვინც 300 დღეზე მეტია რაც ქუჩაში არიან, ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ვერც ამ ახალი კანონებით შეაშინებს იმ ადამიანებს, ვინც თვეების განმავლობაში, მათ შორის ცივ ზამთარშიც, იმ დროს, როდესაც ახალგაზრდებს სასტიკად სცემდნენ და უკანონოდ აპატიმრებდნენ, ვერ შეშინდნენ, ამიტომ ისინი უწყვეტ პროტესტს გააგრძელებენ. ვერ მიიღეს შედეგი იმის მიუხედავად, რომ გვებრძვიან უკანონოდ, მოგვისიეს ტუტიშკები, როგორც აღმოჩნდა, გამოიყენეს ქიმიური საშუალებები დარბევისთვის, მაგრამ აქცია მაინც გრძელდება. მათი გეგმა ეგ არის, რომ საბოლოოდ ჩაახშონეს აქცია, საბოლოოდ ჩაახშონეს პროტესტის ეს კერა და ეხლა ეს კანონი ზუსტად მაგას ეხმიანება, რომ სრულად ზუსტად ბელარუსში რაც მოხდა ის არის პროტესტი უბრალოდ აკრძალული იქნება ქართული ოცნების მიერ. ამას ერთადერთი რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს არის ისევე პროტესტი, ისევე ბევრი რაოდენობის ხალხი და ისევე მეტი დგომა ერთმანეთის გვერდით რუსთაველს. ხალხი, რომლებიც რუსთაველზე იდგა, ერთხელ დაკავეს ტროტუარზე და მის მაგალითი ადამიანი, რომელიც ვიდექი ტროტუარზე და უსაბულო და რაბის მიზეზის გამო დამაკავეს, ამ ადამიანს და მე და კიდევ ბევრ ადამიანს ქართული ოცნების ეს არალეგიტიმური და დრაკონული კანონები აშინიშნებს. ეს ბრძოლა არ გაჩნდება ნებისმიერი კანონიდან გამომდინარე, რადგან ქართულ ხალხს აქვს ის სიმართლე და ეს ხალხი არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიურად 300 კაცი გამოვა თუ 3000 და 300,000 ადამიანი, ქართული ხალხი, რომელიც სიმართლეებისას ძალიან ბევრი არის და ქართულ ოცნებს მიიყვანს იმ დასამარებამდე, რომელიც მას თავის ხელით გამოუტანა განაჩენი. რა ვიცით ახალი კანონის შესახებ? ამ კანონის მიხედვით ქართული ოცნება კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას, მათ შორის ტროტუარზეც თუ მოქალაქეები წინასწარ არ შეატყობინებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სწორედ ამიტომ ის ადამიანები, ვინც აქტიურად არიან საპროტესტო აქციებში ჩართულები, ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართულ ოცნებას ამ მხრივად ძალიან დიდი სიურპრიზები ელოდება მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.